პირველ რიგში მოგესალმებით ხალხო. მადლობა რომ მოხვედით და ამდენი ხალხი ზიხართ რომ მოგვისმინოთ და ჩვენ გაიგოთ. ყველა ვიცით რის გამოც ხართ მოსულები, რაიგეთ $10,000 შოვნა როგორ შეიძლება მაგის პოტენციალი ნახეთ და ყველას მოგინათ მსგავსი ინფორმაციის მოსმენა. ეგ მესმის. აქ ყველა იმისთვის ვარ და ვინც რა მოსწავლეებით წავს და რა community-ით ზოგადად რა ჯგუფიც მაქვს შექმნილი. ყველა მაგისთვის არის იდეა, საბოლოო ჯამში ყველა მაგისთვის არის რა. იდეაში რომ ფული გააკეთოს ამ საქმით. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ტრეიდინგი. ტრეიდინგი რა არის? ტრეიდინგი არის ვაჭრობა ფინანსურ მარკეტზე და ამ ფინანსურ მარკეტზე შენი სწორი ანალიზით მარკეტზე, წოდნით მიდიხარ ამ შედეგამდე რა. მარტივად რო აგიხსნათ ეს ვაჭრობა როგორ ხდება? არის მარკეტზე გვაქვს, რა სანთლები მოკლედ ესეთი შეფერილობა სამარკეტი ბევრს გექნებათ ნანახი მსგავსი რაღაცა რა. აქ უკეთებთ ანალიზს და ამ ანალიზიდან გამომდინარე თუ სწორი ვიყავით და სწორი გამოვდექით, შემდეგ ვიღებთ შედეგს. რა შედეგზეც დღეს უნდა ვისაუბრო. პირველ რიგში არ გიგონოთ არავის რომ რაიმე ნიჭი არის საჭირო და ვინმეს თავდაყოლილი ნიჭი გექნებათ რომ ამ საქმეში უცოდინარი გამოუცდელი და რაიმე ბედზე ფული იშოვოთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიძლება ეს საქმე გადაიზარდოს გემბლინგში და ფული დაკარგოთ. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება რომ თავიდან ყველა კონცენტრირებული იყოთ თვითონ საქმის სწავლაზე და არ იყოთ კონცენტრირებული იმაზე რომ ამ საქმეში ფული გააკეთოთ. რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს და რაც არ უნდა ძალიან მინდოდეს და რაც არ უნდა არასერიოზულად შევხედო მე ამ საქმეს თუ ფული არ არის, ხო? გვინდა არ გვინდა აქ ჩემი მოსწავლეები დამეთახვებიან რომ რა შედეგზეც გავიდნენ, ეგ შედეგი მიიღეს, იქიდან გამომდინარე რომ ამ საქმეში კონცენტრაცია მოახდინეს საქმეზე. მოდი მაგალითად მოგიყვანთ ხალხო, აი უყურეთ, ფოტოგრაფი. მოდი აიღოთ ფოტოგრაფი. შემთხვევით დიფენდავდი. მოდი აიღოთ ფოტოგრაფი. მოკლედ. აი ჩოლებრივი ფოტოგრაფი ვერაფერს ვერ აკეთებს, ვინც თავიდანვე რაღაცა კაპიკის შოვნაზე ფიქრობს და აი ფულზე არის კონცენტრირებული. ვერაფერს ვერ გააკეთებს ეგ ფოტოგრაფი. მაგრამ ის ფოტოგრაფი, ვისაც თავის საქმე უყვარს, თავის საქმით არის ისე დაკავებული, რომ მის მიმართ ობსესია გააჩნია. და ყოველთვის არის იმაზე ფიქრი, რომ უკეთესი ფოტო გადაიღოს, განვითარდეს, უკეთესი გახდეს, დღის ბოლოს მან უკეთესი შედეგი დადოს ყოველდღიურად გამომდინარე და არ ფიქრობს იმაზე, რომ ფული აიღოს ამ საქმიდან რაც შეიძლება მალე. ვინც მასე ფიქრობს გრძელვადიან პერსპექტივაში ხალხო, ის ბევრად უფრო დადებს შედეგს, ვიდრე ის ვინც ფულზე ფიქრობს. ასე არის ტრეიდინგშიც. რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს ფული, ეს ფული სანამ მოვა, აი ამ ფულის ძახილში და მალე კეთებაში, მალე მინდა ეს შედეგი მივიღო, მალე მინდა ეს გავაკეთო, ყველაზე მეტი და დიდი დრო იწელება იდეაში და ყველაზე ნელა მიდიხარ იმ შედეგამდე, რა შედეგის მიღებაც გინდათ. ყველაზე კარგი გზა, რომ ამ საქმეში, რადგან სიტყვა მეთქმის, ამ საქმეში ყველაზე კარგი გზა, რომ ფული გააკეთო, არის ნელი და მოკლე ნაბიჯებით ახვიდე იმ დონეზე, რა დონეზეც გინდათ, რომ აქ ყველას რო ახვიდეთ. მოკლედ, ეხლა რაც შეხება ჩვენ, ვინ ვართ ჩვენ? მეგონი ჯობდა ამით თავიდან დავმეწყო, მაგრამ გეტყვით, ჩვენ ვართ ჩვენ ჯგუფს გვია Wealthy AI. უკვე ნოემბერია, ხო? სადღაც ერთ თვეში გახდება, ერთ თვეშიც არა, უკვე რავი ნოემბერში მქონდა. უკვე 2 წელია, რაც ეს სერვერი მაქვს და 2 წელია ხალხს ვასწავლი ტრეიდინგს და 2 წელია ამ ხალხს ვავითარებ. 2 წელი ამ საქმეს ვასწავლი და მე პირადად 3 წელზე მეტია უკვე ამ საქმით ვარ დაკავებული. დღეს სადაც ვისაუბრებ, საუბარი მექნება კონკრეტულად თუ როგორ ავიდეთ იმ დონეზე, რომ თვეში $10,000 გავაკეთოთ ტრეიდინგით. და როგორ ისეთ ნაბიჯებს გეტყვით, ხო, რომ ყველაზე დაბალი რისკიანი იქნება შედარებით, რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს. და სწორი გზა რეალურად და სწორი მიდგომა ამ საქმისადმი. ზოგადად ტრეიდინგს ჭირდება ძალიან სწორი მიდგომა რა. ვინც არასწორად ფიქრობს, არასწორად უდგება საქმეს, ის ვერ იღებს შედეგს. ძალიან ცოტა მინახავს მით უმეტეს ეს საქმე არ უყვარდეს და შედეგს დებდეს. ამიტომაც აუცილებელია საქმისადმი სწორი მიდგომა და სერიოზული მიდგომა, რომ ამ საქმის შედეგი დავდოთ. ეხლა როგორ ხდება ეს? მაგალითად თქვენ უნდა ფიქრობდეთ ტრეიდინგზე, როგორც ბიზნესი. ეს საქმე არის ბიზნესი. არა, როგორც ბიზნესი შენდება, როგორც ბიზნესი ჭირდება დრო რო აშენდეს,
ჩვენც ისე გვჭირდება რომ $10,000-მდე ავიდეთ თვეში, რომ სტაბილურად თვეში $10,000 გააკეთო და მეტიც. ეს $10,000 სიმართლე გითხრათ ეს სახელი რაც ახლა დავარქვით ამას ამ ლაივს, ხო? მაგაზე ბევრად მეტიც არის შესაძლებელი თავისუფლად, უბრალოდ ეგ ყველაფერი დროის ამბავია. როგორც ბიზნესი აკეთებს რაღაც დროის განმავლობაში $10,000 და scale-დება, ანუ ეტაპობრივად ემატება მის კაპიტალს ეს გამომუშავება, ისე არის ტრეიდინგში. მოკლედ ტრეიდინგში დავიწყოთ, აი სულ თავიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრეიდინგში, რომ ჩვენ ჭყალებში ფული გავაკეთოთ. ეს არის კაპიტალი. რა საჭიროა ტრეიდინგში კაპიტალი? ტრეიდინგში კაპიტალი საჭიროა იმისთვის, რომ შენ რეალურად პროცენტულად რაღაცა რისკი გაიღო, რომ რაღაცა მოგებანახო ან წაგება. ტრეიდინგი, ვინც არიცით ხალხო, არ არის 100%-იანი გარანტირებული, რომ ყველა პოზიცია და ყველა ტრეიდი მოიგო, მაგრამ ჩვენი რისკის კონტროლით, ჩვენი პროცენტული სწორი მაჩვენების დადებით და ცოდნით, რა თქმა უნდა, სწავლის შემდეგ ცოდნით, ვდებთ იმ შედეგსაც თქვენ ჩემს არხზე და ასევე სხვების არხზე ხედავთ თუ რეალურია ეგეც არის და ჩემ მოსწავლეებსაც უყურებთ. ეხლა რა უნდა გავითვალისწინოთ? მოკლედ, მაგალითისთვის ავიღოთ $5,000-იანი აკაუნტი. ამაზე რა მინდა ვთქვა? მოკლედ, ტრეიდინგი სულ თავიდან იყო დიდარი ხალხის გასართობი ადგილი. რაც ნიშნავს დიდარი ხალხის გასართობი ადგილი. $5,000-იანი აკაუნტები მიიჩნეოდა პატარა და სათამაშო აკაუნტებად. დიდარი ხალხი უბრალოდ ერთობოდა ამ საქმეში, რაღაც ფულს რიცხავდა, აი როგორც ახლა კაზინოში რიცხავენ, ერთობიან და პროსტა ანიავებენ ფულს. მსგავსი ადგილი იყო ტრეიდინგი თავიდან, იმიტომ რომ ვისაც დიდი კაპიტალი არ ჰქონდა, რეალურად თავისთვის შესაძლებლის და დასაკმაყოფილებელ ფულს ვერ აკეთებდა. რთული იყო ყოველ შემთხვევაში ძალიან და თავიდან გიწევს გემბლინგი. მოდი ავიღოთ $5,000-იანი აკაუნტის მაგალითი. მოკლედ, ტრეიდერისთვის ზოგადად წაგება ნორმალურია. მაგრამ პროცენტული მაჩვენებლით ტრეიდერი აჩვენებს იმ ხელა მოგებებს, რა მოგებებსაც გითხარით რომ ხედავთ მეთქი, ხო? ნორმალური და რისკს ვინც იცავს ტრეიდერი, მისი რისკის პროცენტულობა მერყეობს 0.5-დან 2%-მდე. ანუ, რაც ნიშნავს ეს, რომ ის თლიანი $5,000-ის თითო პოზიციაში, თავისი $5,000-იანი კაპიტალის 0.5-დან 2%-მდე რისკავს. ანუ თითო ტრეიდში აქვს კონკრეტული პროცენტული რისკი, რომ აი ამ პროცენტული რისკის ზემოთ ის რისკს არღვევს, ანუ შეიძლება ეს გემბლინგში ჩავთვალოთ რა. ეხლა ეს არის აკაუნტი, რის მე თავიდან დავიწყე და ეს აკაუნტები როგორ მოიპოვოთ და $5,000-იანი კაპიტალი როგორ მოიპოვოთ, მაგაზეც ვისაუბრებ, დარჩით, მომისმინეთ, არ გჭირდებათ $5,000 რომ ჩარიცხოთ სადღაც და ფული იშოვოთ, მაგაზეც მექნება უცებად საუბარი. ხო, ეს პროცენტული მაჩვენებლით რომ რისკავს ტრეიდერი, ხო? აი ამით დროთა განმავლობაში კვირეები, თვეების განმავლობაში გრძელვადიან პერსპექტივაში დებს ის შედეგს. აი ამ ტრეიდერმა რო წააგოს ორი ტრეიდი, მაგალითად რისკავ, მოდი ავიღოთ 0.5% ავიღოთ, რასაც მე ვრისკავდი თავის დროზე. ჩემ მაგალითს მოვიყვან. $5,000-იან აკაუნტზე ვრისკავდი 0.5%-ს მთლიანი კაპიტალის. ეს შეიძლება ვინც ახლა რაღაცა გიტრეიდიათ და რაღაცა გიქნიათ და $100 ჩაგირიცხავთ რაღაც აკაუნტზე, გეგონოთ სრული სისულელე. მაგრამ დამერწმუნეთ ჩემი არის სწორი და თქვენი არის არასწორი. და ამას წავხსნი რატო? 0.5% რისკით, აი აკაუნტი რო დაკარგო, ძალიან ბევრი ტრეიდი უნდა წავაგო, რომ მთლიანი აკაუნტი დაკარგო. აქ, ანუ ზოგადად ტრეიდერებში თავიდან პრობლემა არ არის ხოლმე ის, რომ აი რაღაცა ფულს ვერ შეულობენ, არ არის პრობლემა ხოლმე თავისი პროცენტული მაჩვენებლების გამო. ეგ არის კაპიტალის პრობლემის გამო. აი როცა ტრეიდერი ტრეიდობს $100-ით, ხო? $100 და რისკავს ის საშუალოდ 20-დან 50%-ს, ხო? ეს უკვე არის სრული სისულელე, იმიტომ რომ მან რო 1-2 თუგინ 3 ტრეიდი წაგებას ვერც მოასწრებს ავარაუდოთ ისე დაკარგოს მაგ აკაუნტს, მაგრამ 2 ტრეიდის წაგების შემდეგ ის ფაქტიურად თითქმის მთლიან აკაუნტს წვავს, ხო? და აი ამ ტრეიდერმა რო 2 ტრეიდი წააგოს, ხო? არაფერი არ მოსდის მას. რატო არ მოსდის? იმიტომ რომ მას კაცრი რისკ მენეჯმენტი აქვს 0.5%, რაც არის 0.5% ამისი არის $25, ხო? $25. თუ აი ამ ტრეიდერს აქვს მაჩვენებელი risk to reward ვეძახით ამას, risk to reward. ანუ რა რისკსაც ვიღებთ, და რასაც ვიგებთ იმის მაჩვენებელია. ანუ თუ ის რისკავს თითო პოზიციაში, თითოეულ ტრეიდში $25, მას შეუძლია თუ
$25 ისკავს და ესა მისი რისკის და მოგების მაჩვენებელი არის 1-2-თან, ესე იგი ის თითოეულ ტრეიდში იგებს $50. ანუ აგებს $25 და იგებს $50. მხოლოდ 50% და ნაკლებით შესაძლებელია 50% მოგების მაჩვენებლით შეუძლია აი ამ ტრეიდერს რომ იყოს ტრეიდინგში პროფიტული, ანუ ფული გააკეთოს მარკეტზე. და აი ეს ტრეიდერი ხო, ვერანაირი პროცენტული მოგების მაჩვენებლით ვერ იქნება პროფიტული გრძელვადიან პერსპექტივაში. მას შეუძლია თავიდან მოგებით დაიწყოს, გაუვარდეს ეს მოგება. თავიდან რაღაც შეიძლება გაუვარდეს, მაგრამ ეს ტრეიდერი ვერასდროს ვერ იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში პროფიტული, იმიტომ რომ ის გემბლერობს ფიზიკურად. ანუ ამ კაპიტალით შეუძლებელია, რომ შეუძლებელი შეიძლება არ არის, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი და გემბლინგში გადის, რომ შენ აი ამ კაპიტალით რაღაცა ფულის შოვნაზე მიხვიდე. მაგას ჯობია ისევ რაღაცა აჭარებეზე ჩარიცხო და იქ გაანიავო ეგ ფული, ვიდრე აქ. იმიტომ რომ ზოგადად ტრეიდინგში მარკეტს არ უყვარს გემბლერები, არ უყვარს უდისციპლინო ხალხი, არ უყვარს არასერიოზული მიდგომების აქ მარკეტთან, იმიტომ რომ მასეთ ხალხს მარტივად ჭამს მარკეტი. მარკეტი პირდაპირ მნიშვნელობით ჭამს, ან დიდხანს არ აჩერებს. სულ რო 1-2 გაუვარდეთ, ხო, ეგ პოზიცია. მათ მარკეტი ჭამს. ეხა თანამედროვე სამყაროში ჩვენ გვაქვს ესეთი საშუალება, რომ გქონდეს ბევრი აკაუნტი. რას გულისხმობ ამაში? ამაში იმას გულისხმობ, რომ თუ მე მაქვს $1,500 აკაუნტი, ხო? შემიძლია მქონდეს 2. ანუ $5,000 აკაუნტზე მე მაგალითად თვეში თუ ვაკეთებ 3-4%, ხო? 3-4% რამდენია? გამოვთვალო 2 წამით? $150-200, ხო? $150-200. თუ ვაკეთებ $1,500 აკაუნტზე საშუალო $200 თვეში, ხო? თან 3-4% ტრეიდერის ხალხო დამერწმუნეთ, არაფერი არ არის. თვეში რო გააკეთოს. 3-4% წინა კვირას მე გაკეთებული. ის თუ მას $2,500 აკაუნტის საშუალება აქვს, ხო? ის გააკეთებს კიდე ამაზეც $200 და ჯამში გამოდის რა? $400. ანუ აი ამ ტრეიდერის ფოკუსი რაზე არის? უფრო ბევრი ტრეიდი გახსნას, უფრო დიდი ტრეიდები დაიჭიროს, უფრო დიდი პოზიციები გახსნას, უფრო მეტი გარისკოს თუ იგივე გარისკოს უბრალოდ კაპიტალი გაზარდოს. ანუ თქვენი მიდგომა ხალხო, ვინც მსგავსად არ იქცევით, ხო? არის არასწორი. კონცენტრაცია უნდა იყოს კაპიტალის გაზრდაზე და არა იმის გაზრდაზე, რომ ბევრი ტრეიდი გახსნა, ბევრი მოიგო და დიდი მოგებები გააკეთო. ტრეიდინგში ვინც სისტემატიური არ არის, ის პროფიტული გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იქნება, ანუ ის ვერ იქნება მომგებიანი ტრეიდერი, თუ სისტემატიურობაზე არ ფიქრობს და რასაც აკეთებს, არ აქვს გაანალიზებული, რომ მას ამის კეთება სისტემატიურად შეუძლია. ვინც $100-200 რიცხავს, ან თუ გინდა 1000 ჯარისხოს მნიშვნელობა არ აქვს, ხო? და რისკავს 10, 15, 20%, ანუ არ აქვს რისკის მაკონტროლებელი რაიმე. ანუ არ აკონტროლებს რისკს, ხო? ის გრძელვადიან პერსპექტივაში მარკეტზე ვერ გაჩერდება, ამაზე უკვე უფრო ვისაუბრეთ. კონცენტრაცია უნდა იყოს კაპიტალზე და არ უნდა იყოს დიდ მოგებებზე და უაზროდ რისკზე. ეხა თანამედროვე სამყაროში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს საშუალება, რომ ჩვენ ვიქონიოთ დიდი აკაუნტები. ჩემი მოსწავლეებიდან ვის ძირითადად ყველას აქვს 25,000, 50,000, 100,000, 150,000, კიდე თუ ბევრი აქვს ერთად 200,000, 300,000 აკაუნტები. მაგალითისთვის, მოდი მოვიყვანოთ აი ამ რამოდენიმე დღის წინ მოსწავლის დაურეკე და გაქონდა $10,000 აკაუნტიდან. როგორ გააკეთა მან ეს? აკაუნტზე მას ქონდა მოდი რა ქონდა მაგას არ ვილაპარაკებ. მან $50,000 აკაუნტზე გააკეთა თითო აკაუნტზე $1,000. მას საშუალება ქონდა, რომ 10 აკაუნტით ერთად ეტრეიდა. ეგ ხალხო ისა გადაბმა აკაუნტების რთული რამე არ არის. უბრალოდ მას ქონდა 10 $50,000 აკაუნტი. რაც ნიშნავს 10 $50,000 აკაუნტზე 10 ცალზე, მოდი დავწეროთ, რომ თვალსაჩინო იყოს თქვენ, 10x $50,000 აკაუნტი. ხო? 10-ში $50,000 აკაუნტი. მას ეს აკაუნტები აქვს გადაბმული, ხო? გადაბმული აქვს ეს აკაუნტები. ეხლა რა გჭირდება, რომ ჩვენ ამ $50,000 აკაუნტებით $10,000 გავაკეთოთ თვეში? $10,000 გავაკეთოთ თვეში. სულ რაღაც 2% გჭირდება, რომ თვეში ვიშოვოთ, რომ
ჩვენ თვეში $10,000 ვაკეთოთ. დავაკვირდეთ ამ სკრინს. მას მოთხოვნილი აქვს $1,000 თითო აკაუნტიდან 17 რიცხვში. $1,000. ანუ 10 აკაუნტით მხოლოდ და მხოლოდ 2%-ის გაკეთებით, 2% ხალხო არაფერი არ არის. აი 2% რთული არ არის, მაგრამ ნუ ხე თუ უცოდინარი ხარ და თუ არ გაქვს ჯერ პრაქტიკები გავლილი და გამოცდილები არ ხარ, რა თქმა უნდა რთული იქნება, ხო? მაგრამ 2% ზოგადად ნორმალური კარგი ტრეიდერისთვის რთული არ არის. აი სიღრმისეულ თუ ვილაპარაკებთ, ხო, ყველა ტრეიდერს შეუძლია ვისაც ელემენტარული ტექნიკური ანალიზი ესმის 2%-ის თვეში გაკეთება. და მან ეს $50,000 აკაუნტზე გააკეთა სულ რაღაც 2% და გამოიტანა $10,000. და ეს გააკეთა სულ რაღაც 20 დღეში. 20 დღის მეტი მას არ დასჭირებია, რომ ეს payout-ი გაეკეთებინა. ეხა როგორ ვიშოვოთ ეს $50,000 აკაუნტები, რაც ახლა მე ვლაპარაკობ. $50,000 აკაუნტები შეიძლება შეგვიძლია ვიშოვოთ ნებისმიერ პროპ ფირმაზე. პროპ ფირმა. რა არის პროპ ფირმები? ორპი არა, პროპი. პროპ ფირმაზე. რა არის პროპ ფირმები? პროპ ფირმები არის ფირმები, კომპანიები, სადაც ჩვენ თუ დავამტკიცებთ, ანუ გაძლევენ საგამოცდო აკაუნტებს ესე ვთქვათ რა. თუ მაგ საგამოცდო აკაუნტს წარმატებით ჩააბარებ და გაივლი მაგ საგამოცდო აკაუნტს, რაც დამერწმუნეთ მარტივი ნახდად არ არის, უნდა იცოდე, ცოდნა დააგროვო მარკეტზე, გამოცდილებაც უნდა გქონდეს, თავდაჯერებული უნდა იყო და შემდეგ შეძლებ ამას. რადგან თავიდან ვისაუბრე, უნდა იფიქრო თვითონ საქმეზე, რომ საქმეში იყო პროფესიონალი და კარგი, ვიდრე ფულზე, ხო? თუ ფულზე ფიქრი გექნება და აუ, მოდი მალე 10 აკაუნტი ვიყიდოთ, ეხლა ვერ გახვიდეთ და 10 აკაუნტი იყიდოთ და აუ, დროზე $10,000 უნდა გავაკეთო, ხო? ვერ იზამთ. ჩათვალეთ, მე გაძლევთ გარანტიას, თუ ვინმე იზავთ 10,000 ზემოდან მე დაგიმატებთ. უყურეთ გაძლევენ აკაუნტებს, საგამოცდო აკაუნტებს, სადაც თუ შენ დაამტკიცებ, რაღაცა მიზანი გაქვს, მაგ მიზანს თუ მიაღწევ და დაამტკიცებ, რომ შენ რისკს იცავ, სტაბილური ტრეიდერი ხარ, ხო? და შემდეგ მაგ პროფიტის როცა მაგ პროფიტს მიაღწევ, ხო? მაგის შემდეგ გეძლევა უკვე როგორ თქვა ქართულად? დაფინანსებული არა. დაფინანსებული, ხო? დაფინანსებული აკაუნტი. ეგ დაფინანსებული აკაუნტი შეიძლება იყოს ნებისმიერი 50,000-იანი, 25,000-იანი, 5,000-იანი, 10,000-იანი, 15,000-იანი, ძალიან ბევრი არჩევანია. და შეგიძლიათ თქვენით არჩიოთ მე თავიდან $5,000 აკაუნტებით დავიწყე. ანუ ყველა ვიწყებ საიდანღაც, ყველას გვაქვს რაღაც საშუალება, ეს სხვა საკითხია. და რო დაამტკიცებ, შემდეგ გეძლევა აკაუნტი $50,000-იანი თავიდან და იქ რასაც გააკეთებ, მარტივად რო გითხრათ, თქო, არის კიდე რაღაცა წესები. რა წესებიც უნდა გაერკვიოთ, ესე უბრალოდ ვერ მივარდები და ვერ დაიწყეთ ამის კეთებას. რა თუ მithumetes ვინც ვაფშე ტრეიდინგზე წარმოდგენა არ გაქვთ, ხო? მიდიხართ და აი აქ უკვე როცა უკვე გეძლევოთ ეგ კაპიტალი, მაგ კაპიტალზე გაქვთ პოტენციალი გაკეთების აი ამ თანხის. ამის პოტენციალი გაქვთ. იმედია გასაგებად ახსენი ყველაფერი და ცუდად არ მილაპარაკია. აბა ვინც რა კითხვა აქვს გისმით. მაინტერესებს თქვენგანად აზრი. და თუ გასაგები იყო ყველაფერი, ვინც ვაფშე ნულიდან ხართ აქ და არაფერი არ იცით, იმათვისაც თუ გასაგები იყო რა, მე ეგ მაინტერესებს. შვენიერი თუ გასაგები ყველაფერი ძალიან კაი. ეხა ბოიო მაგაზე კონსტიტუციულზე ეხა ვერ ვესაუბრებ, ხალხი დაიბნება. მოდი ეგ რო დავასრულებ გადაღებას მე. რომელიდან და მაინტერესებს რა სახის გამოცდები იქნება ამ აკაუნტზე და როგორ მოვემზადოთ. მოკლედ, პირველ რიგში როგორ მოვემზადოთ. საწყისე მაგას ფენკენ მოდი ამ ორ კითხვას გავთეთ პასუხი. ეხა, როგორ უნდა მოვემზადოთ? როგორ უნდა მოვემზადოთ პირველ რიგში თავიდან უნდა ისწავლოთ ტრეიდინგი დემო ანგარიშზე. უნდა ჯერ გაერკვეთ მარკეტზე ტექნიკურ ანალიზში, დავწერთ ქართულად. აი ამ სამ რაღაცაში უნდა დასპეცდეთ ტრეიდერი. ტრეიდერი ამ სამივეში უნდა იყოს პროფესიონალი, ტექნიკურ ანალიზში, ანუ მარკეტზე ხედვაში თუ საიწავა, საიჩამოა, რაც მარტივი არ არის, ფსიქოლოგია და რისკ მენეჯმენტი. აი ამ სამ რაღაცაში უნდა დასპეცდეთ ჯერ,
მე შემდეგ უკვე demo account-ზე demo ანგარიშსაც ნაღდი ფული არ ირისკება, მან უნდა აჩვენო პროფიტულობა და თავდაჯერებულობა, უნდა იყო დარწმუნებული შენ სტრატეგიაში და ეგ სტრატეგია ჟურნალში აუცილებლად უნდა ქონდეს ასახული. ჟურნალში ახლა ნებისმიერ რამე შეიძლება შენ როულში ჩაიწერო, კომპიუტერში ჩაიწერო, ანუ მინიმუმ 50 ტრეიდი უნდა ქონდეს, 1-2-3 თვე უნდა ქონდეს მინიმუმ დემოზე ნაჩვენები, რომ შენ პროფიტული ხარ და როგორც ტრეიდ-ოფ მარკეტზე ხო, როგორც ვაჭრობ, არის პროფიტული. და ჟურნალში ქონდეს ეს ასახული, რომ სტატისტიკა იცოდე შენი და შემდეგ უკვე შეგიძლია ამ აკაუნტების ყიდვა. რო იყიდი, იქ აქვს მაჩვენებელი, საშუალოდ არის ხოლმე, რომ ტრეიდერმა გააკეთოს 6%. ხო, 6% ანუ რო გადახვიდე, ანუ ფანდინგზე დაფინანსებულზე რო გადახვიდე, დაფინანსებულ აკაუნტზე რო გადახვიდე, საშუალოდ არის, ზოგან ცოტა, ზოგან მეტია, ხო? ანუ ბევრი კომპანია არის, ხო? უნდა გააკეთო 6%. 6% რო გააკეთებ, შემდეგ გეძლევა აკაუნტი და მაგ აკაუნტზე რასაც გააკეთებ, ის რჩება შენ. მარტივად რო აგიხსნა. თავიდან რა დროს უთმობდი ტრეიდინგს? თავიდან ტრეიდინგს მე სიმართლე გითხრათ, დიდ დროს უთმობდი, გააჩნია რა პერიოდში ვიყავი, ანუ თუ მუშაობდი, ან თუ მუშაობის პერიოდი არ იყო ჩემთვის, თუ მუშაობდი, მაქსიმალურ რა თავისუფალ დროს მქონდა ტრეიდინგს უთმობდი, δηλαδή სამსახურიდანაც სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ამ საქმის გარდა მე ჩემი თავი არსად არ წარმომედგინა მაშინაც და არც ეხლა და ეს რა ქვია, თავიდან დიდ დროს უთმობდი, მაგრამ ეხლა უკვე ისე ვარ, თავარია იმ დონეზე მიხვიდოთ, რომ თქვენ ჩამოყალიბებული გქონდეს თქვენი სტრატეგია და შემდეგ უკვე, კვირაში მაქსიმუმ 3-4 საათი დავუთმო ტრეიდინგს. კაი, მოდი ეხლა